რა თქმა უნდა, ეს არის კვაზი ტრიბუნალი, რომელიც სამშობლოს ხალატით არის დაკავებული და შესაბამისად ეს ადამიანები, ეს მართლა უსამშობლოები აქ კომისიაზე რომ სხედან, ფაქტობრივად აგრძელებენ მარიონეტული რეჟიმის, ეგრეთ წოდებული პროკურატურის დაწყებულ საქმეს ჩორჩანასთან დაკავშირებით ზუსტად იგივე მესიჯ ბოქსით საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აყენებენ ეჭქვეშ, ანგრევენ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ ღალატის აქტში მონაწილეობს თითოეული ის ადამიანი, რომელიც ამ კვაზი ტრიბუნალზე ზის. მაგრამ ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან კარგად ვიცით რა მიზანიც აქვს ხა ამ ადამიანებს, აი ამ კომისიით იმდენად შემრცხვა სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემები უდგას ამ პარლამენტს, ისეთი სამარცხვინო პროცესს ვადევნებდით ჩვენ თვალს, ან რა ლექსიკით საუბრობდნენ ეს ადამიანები, რომლებიც აი საერთოდ შეუთავსებელია იმ საჯარო პროცესთან, რა პროცესსაც ჩვენ ვადევნებდით თვალს. ბლატაობა, რაღაცა ქუჩური ტერმინები, რა ვიცი ხო, ზოგიერთი ვერც ჩამოყალიბებულა პოლიციელია, იურისტია, ქუჩის ბიჭია, საერთოდ ვინ არიან ეს ადამიანები? საერთოდ სხვა შეიძლება თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. თქვენ ჩემზე ასაკით პატარა ხართ, მაგრამ აი 90-იან წლებში ეგ თავსებადი პროფესია იყო და მე მახსოვს, ეგეთი ერთდროულად პოლიციელიც რო იყო ძველი ბიჭი და ქუჩის ბიჭი და იურისტიც ერთ ადამიანში. იმედი მქონდა რომ გადავდგით 30 წლის მანძილზე ნაბიჯით. იმედი ძალიან გაგვიცრუა. ვიღაცა სამწუხაროდ, მაგრამ ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ კომისიას, ეგრეთ წოდებულ კომისიას, რომელმაც მიუკერძოებელი საგამოძიებო პროცესი უნდა წარმართოს, ობიექტური საგამოძიებო პროცესი უნდა წარმართოს, ფაქტობრივად ეს ადამიანები ბრალმდებლები იყვნენ ამ კომისიის ხდომაზე და ერთ-ერთ ადამიანს იქ რაღაცა ტაბატაძე საერთოდ პროკურატურაში აქვს ჩვენება მიცემული ფაქტობრივად გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რაც მიუკერძოებლობის და ობიექტურობის ლეგიტიმაციის ნაწილს რო თავი დავანებოდა და ანტიკონსტიტუციურობის ნაწილს საერთოდ აცლის საყრდენს. შესაბამისად ჩვენ აი ამ კომისიას უყურებთ როგორც ივანიშვილის ხელში ამოქმედებულ შურიძიების ინსტრუმენტს, კვაზი ტრიბუნალს, არა მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ეს არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მომუშავე კომისია, რომელიც ძალიან დაამშვენებდა მათ შორის იმ დაწყებულ გამოძიებას და მათ შორის იმ მარიონეტულ რეჟიმს, რომელიც ახლა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სახით არის წარმოდგენილი და ზუსტად იგივე პროცესს აგრძელებენ ეს ადამიანები. აი ამ პროცესის ბოლო ყოველ შემთხვევაში პერიოდში რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით, იმიტომ რომ აგვისტოში ესენი დადებენ გარკვეულ დასკვნებს. თავად ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია, საქმე წინ წაიგდეს ამ თვალსაზრისით. ფაქტია, რომ საქმე იკერება, ასე თქვა, დგება უშუალოდ გახარიასთან მიმართებაში, მაგრამ აგვისტოში ომის წლის თავის პარალელურად მე ცუდ რამეს მიგრძნობს გული ამათთან მიმართებაშიც და უკვე მიღწეულ მწვერვალებზე იქით შეიძლება წავიდეს საქმე. აი რა შეიძლება იყოს ამ რასებით როგორ შეიძლება? ხო, რა ვიცი, ხა ფაქტია, რომ აი ისეთი ლექსიკით საუბრობენ, მონადირე დააკავეს, არა შეაჩერეს. უბრალოდ აი ისე საუბრობდნენ საოკუპაციო ხაზის მდებარე ადამიანების პრობლემებზე იქ რაღაცა ჯონჯოლის საკრეფადო. თქვენი პრემიერ-მინისტრი საერთოდ საოკუპაციო ხაზთან არ არის ნამყოფი და აუზიდან ვერ ჩამოიყვანეს ეს ადამიანი 26 მაისს, რომელ საოკუპაციო ხაზზე მისვლაზე იმ ადამიანების პრობლემებზე საუბრობთ. საერთოდ წარღულის მაცხოვრებლებს კითხავდნენ ჩორჩანის დღესთან დაკავშირებით და თქვენი ტელევიზიის სიუჟეტი იყო ძალიან კარგი, სადაც ჩორჩანის მაცხოვრებელი საუბრობდა, რომ ჩორჩანა სოფელი იმსაგუშაგოს აგებით საოკუპაციო ხაზს გადარჩა, რომ მიღმა არ აღმოჩნდა. საერთოდ აქო იმედის გარდა ვერც ერთი ტელევიზია ვერ შემოდის და თქვენ როგორ შემოაღწიეთო თქვენს ჟურნალისტებს ეკითხებათ. აი ეს მოცემულობაა დღეს ჩორჩანაში. რომელი ადამიანია მაქედან ჩორჩანაში ნამყოფი და მიზნებს რაც შეეხება, დიახ, ეს არის ბინძური საქმე, რომელსაც კერავენ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, კი არა, კიდევ ერთხელ გამეორდები, საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უშვებენ პრეცედენტს, რომ მარიონეტულმა საოკუპაციო რეჟიმმა, რუსებმა, აი ამ საოკუპაციო რეჟიმის და აი ამ ადამიანების ხელით, რომლებიც აი ღალატის ტრიბუნალში ცხედან, დაუშვან პრეცედენტი 1922 წლის რუკების გამოყენებით და თქვენ კარგად იცით, როგორ აცხადებენ ეს ადამიანები დამატებით ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზს მიღმა რომ აღმოჩნდეს, თრუსოს ხეობაზეა საუბარი, გუდაურის ხეობა. მაინტერესებს ეს ადამიანები საერთოდ იაზრებენ, ასაკეთებენ და მეორე მიზანია გარდა პოლიტიკური ვენდეტისა და შურიძიებისა, რა თქმა უნდა, ეს არის აქტი დაწყებული პოლიტიკური იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს, პარტიები გაანადგუროს, პარტიები აკრძალოს საკონსტიტუციო დონეზე, რასაც ამას რაღაც ავტოკრატიები
პროცესები აკეთებენ ხოლმე და გვინახავს ეს პროცესები, ხო? მათ შორის ბელარუსში როგორ მოხდა, რუსეთის ფედერაციაში როგორ ხდება ეს პროცესები. სწორედ ამისკენ არის მიმართული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის თქვენ სწორად აღნიშნეთ, ფაქტობრივად რევიზირება შეიძლება მოხდეს მათ შორის იმ მიღწევების, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰქონდა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ამ ქვეყანას, რომ რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს როლი იქნა აღიარებული, მათ შორის მარიონეტული რეჟიმები, რომელიც განთავსებულია საოკუპაციო რეჟიმების სახით აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად ამის რევიზირებას აკეთებენ და ჩვეულებრივ ამბად გვასაღებენ, ანუ წარმოგიდგენიათ ადამიანებო, აი ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის დაბადების დღიდან რუსეთის გარდა პრობლემა არ ქონია, ვითარდებოდით დასავლეთთან ერთად, მათი ძალისხმევით, მათი ინსტიტუციური თუ მატერიალური მხარდაჭერით და ესენი ჩვეულებრივ ამბად გვასაღებენ იმას, რომ ოკუპანტებმა თუ გააჩერეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და უთხრეს, რომ ტყეში აღარ შემოხვიდე, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის დანაყოფი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი 2008 წლის ომის შემდეგ თქვენ იცით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიდო 6 პუნქტიანი UMM-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, მემორანდუმი და საოკუპაციო ხაზზე განთავსდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და არა თავდაცვის ძალები. ეს იყო აქედან გამომდინარე გამოწვეული და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს პირდაპირ უწერია დებულებაში, რომ ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა და მოქალაქეების დაცვა არის მისი მანდატი და ამ მანდატის განხორციელებისთვის გიორგი გახარიამ ჩადგა საგუშაგო და ეს საგუშაგოს ჩადგმა თურმე არის დანაშაული და გიორგი გახარიამ იქ საგუშაგოს ჩადგმით მოქალაქეები გადაარჩინა, ჩორჩანა გადაარჩინა ოკუპაციას და მილიონ კვადრატულ მეტრებში რო ითვლიან 17 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ტერიტორია, რომელიც ფაქტობრივად მოხაზული ჰქონდა და სხვათა შორის UMM-ის მისიას დაფიქსირებული ჰქონდა შესაბამისი მონიშნები წნელისა და ჩორჩანაში იანვრის თვიდან 2019 წლის შეკიდან ფაქტობრივად აღმოჩნდა ჩვენს მხარეს ჩვენი ამ მოქმედები და ეხლა ედავებიან ქართული მიწის დაცვას ადამიანს წარმოუდგენელი სიგიჟე, თავხედობა და ქვეყნის ღალატია პერდია ჩვენ ვახსენეთ საქმე, რომელიც პროკურატურაში, რომლის ფიგურანტიც ყველა ვარიანტში გამოჩნდება გახარია, ხო? ეს ხო შემთხვევითად ყოველად არ კეთდება. მიზანი შეიძლება ფორმის სახით სხვადასხვა იყოს. ერთი რომ ამ ფიზიკურად დაიჭირონ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების მსგავსად და ციხეში მოახდინონ მისი იზოლირება, ან პოლიტიკური ველიდან თუ ვერ განდევნიან, ქვეყნიდან განდევნონ და შეუქმნან ისეთ პირობები, რომ ის ვერ ჩამოდიოდეს საქართველოში. საბოლოო მიზანი მაინც ის არის, რომ პოლიტიკური ოპონენტები რაც შეიძლება ნაკლები იყოს მოედანზე. რატომ აკეთებენ ამას? მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისინი წესი დაინტერესებული უნდა იყვნენ იმაში, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ მაინც მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ხო, ამასთან დაკავშირებით რაღაც გაყოფილი არის ხო აზრი საზოგადოებაში. მე სიმართლე რო გითხრათ, უკვე მგონია, რომ რაღაცა ლეგიტიმაციის მიღებით განსაკუთრებულად დაინტერესებულები ეს ადამიანები არ არიან, იმიტომ რომ იციან გეგმა, რა გეგმითაც მიდიან პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, ყველა პოლიტიკური ტრიბუნიდან განდევნა პოლიტიკოსების, ეს იქნება პარლამენტი, საკრებულოები, მედია საშუალება. ამის ეს ხო საერთო გეგმის ნაწილია. NGO სექტორის მოკლა, რატო შეიძლება უნდოდეს თუ ლეგიტიმაციის რაღაცა დოზით მიღებით არის დაინტერესებული ან მედიების მოგუდვა, თავისუფალი სიტყვის მოგუდვა, რა მიზანს ემსახურება პოლიტიკური პარტიების მოგუდვა, რა მიზანს ემსახურება არჩევნებში, ესე რომ ვთქვათ, ფაქტობრივად პირდაპირ აცხადება პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპატიმრება, პირდაპირ სიგნალია ხო, რომ არ უნდათ ამ ადამიანების არჩევნებში მონაწილეობა. ესე უყურებ ყოველ შემთხვევაში ამ პროცესს. ამიტომ ბუნებრივია ეს შეუთავსებელია იმასთან თითქოს რაღაცა ლეგიტიმაციის მოპოვების მცდელობით იყოს ივანიშვილი დაკავებული. ივანიშვილი და მისი გარემოცვა უცნაურად ძალიან კარგად ხვდება, რომ ის არის ხელისუფლების მიწურულს, ან ეხლა დაამყარებს დიქტატურას და ავტოკრატიას რამდენიმე წლით, ან ჩამოიშლება. ძალიან კარგად იცი შუა გზა არ არსებობს. ამიტომ მე უყურებ, რომ ფუნდამენტურად დაინტერესებულია ეხლა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ. ბრძოლის ყველა ხაზზე, ველზე, რა ვიცი, ფრონტზე თქვას ოპოზიცია მოარი და მე გველაპარაკოს, რომ ეს ის ოპოზიცია, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მე არ შევიდა პარლამენტის ტრიბუნა არ გამოიყენა. აგერ საერთოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. ეს არის ქუჩის ოპოზიცია და ქუჩაში დარჩენი და ამიტომ ეს ამათ პოლიტიკური პარტიები კი არ უნდა ერქვათ, პოლიტიკური ტრიბუნით კი არ არიან ესენი დაინტერესებული და მათი ამორჩევლის ნებას კი არ მიყვებიან. ამიტომ მე ვფიქრობ, ბრძოლის არც ერთ ველზე, ბრძოლის არც ერთ სტრატეგიაზე არ უნდა ვთქვათ
დამატებითზე უარი. ეს პირველ რიგში არნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას აძლევს ჩვენი პოლიტიკური გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით საპარლამენტო ლეგიტიმაციას, იმიტომ რომ ეს მე ვფიქრობ შემდგარი საკითხია და ეხა დაკოჭლებულ პარლამენტს ნამდვილად ვერ გამოასწორებს თვითმმართველობის არჩევნები. მიდა სამართლებრივი კუთხით შეიძლება მართლაც ასია, მაგრამ თქვენი ოპონენტები თვლიან, რომ კლიმატის ნორმალიზება ხდება იმით თუ კი რაღაცა ტიპის პროცესში მაინც შედიხარ, სადაც წამყვან როლს ასრულებს მოქმედი რეჟიმი, ხო? CSGO ასე შემდეგ, შეცვლილი კანონმდებლობა და ასე შემდეგ. ხო, ნუ რა ვიცი, კლიმატის ნორმალიზებას რას ვეძახით? პირიქით ეს არის შესაძლებლობა, რომ პირიქით ის კლიმატი, რომლის დამყარებასაც ცდილობს ახლა ოცნების რეჟიმი, შევცვალოთ და პირიქით ახალი გეოგრაფიული მასშტაბი, ახალი მუხტი მივცეთ თვითმმართველობის არჩევნებით ამ პროტესტს, მათ შორის ქუჩაში მდგარ იმ ადამიანებს, რომლებიც აი რა ვიცი, სამოქალაქო გმირობა ჩადიან ყოველდღიურად საკუთარი ფინანსების, საკუთარი ჯანმრთელობის, საკუთარი თავისუფლების ხარჯზე. აი ამ ადამიანებს ბუნებრივია ახლა ენერგია ყველას აქვს, მაგრამ ამ ენერგიას სჭირდება ახალი გზა, ახალი გზის ჩვენება და მე ვფიქრობ, საერთოდ არ გამორიცხავს იმას, ქუჩაშიც ვიდგეთ, გავაგრძელოთ ეს პროცესი, მათ შორის ვიმუშაოთ დელეგიტიმაციაზე ხელისუფლების, იმიტომ რომ ეს მწვავე კრიზისი ნამდვილად ანუ ოფიციალურად ზებნაც რო გამოვაცხადონ გახარიაზე, თქვენ თვითმმართველობაში მაინც მიიღეთ. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ეს პოზიცია უკვე რამდენიმე კვირის წინ, რამდენიმე თვის წინ როგორც მახსოვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს და არ მგონი აქ პირიქით სხვა პარტიები უნდა დაფიქსდნენ იმაზე, რომ ჩვენ საერთო ბრძოლის ფრონტი უნდა გქონდეს ამ მიმართულებით და თუ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ წარმატებას მივაღწიოთ მათ შორის დედაქალაქში, რატო არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს იყოს პოლიტიკური ბრძოლის განახლების კიდევ ერთი საწყისის წერტილი უბრალოდ ვერ ხვდები. ბერდია, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.